ლუდის ფესტივალი თბილისში 2 დღის განმავლობაში ლუდის მოყვარულებს ფესტივალი ვარდების მოედანზე ეპატიჟება. ღონისძიებას დღეს ქართველი რაგბისტები საზეიმოდ გახსნიან. შაბათ-კვირის განმავლობაში კომპანია ნატახტარი ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ გასართობ პროგრამებსაც შესთავაზებს. ლუდის დღესასწაულს დედაქალაქი წელს მესამედ მასპინძლობს. ლუდის ფესტივალი მესამედ იმართება. ამ წლების განმავლობაში ლუდის ფესტივალის ორგანიზებაში ძალიან დიდი მხარდაჭერას თბილისის მერია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავხატო. სიახლეებს რაც შეეხება, სიახლე არის ის ლუდის ფესტივალზე, რომ ბარი არის 30 მეტრიანი და მომსახურე პერსონალის რაოდენობა არის გაორმაგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგები შემცირდებამდე ყოველს მოუწოდებ ლუდის ფესტივალზე მოვიდეს. წელს იხსნება უკვე მესამედ თბილისის ლუდის ფესტივალი, რომელიც იქნება უფრო მასშტაბური ვიდრე წინა 2 წლის ხადია. ეს მასშტაბურობა გამოიხატება იმაში, რომ თვითონ ტერიტორიის მოწყობა ბევრად უფრო დატვირთული იქნება ან დიზაინის მხრივ. ამას გარდა გვექნება უფრო მეტად დატვირთული შოუ პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ ტერიტორიაზე იქნება სხვადასხვა ტიპის გართობა და წარმოდგენები.